მოძრაობა არა სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრის და მოძრაობა მამული ენას სარწმუნოებას აქტივისტები 21 თებერვლიდან უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებთან და საელჩოებთან 21 თებერვალს მჯდომარე აქციებს იწყებენ. მათი განმარტებით საქართველოში 350 უკანონო პოლიტიკური პატიმარია. აქციების მიზანი კი ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებული პატიმრების გათავისუფლება. ახალ კამპანიას პოლიტიკური და უკანონო ნიშნით დაკავებული ადამიანების გასათავისუფლებლად. ჩვენ გავუმართავთ საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის საელჩოებთან, ასევე უთოს და ევროკომისიის წარმომადგენლობებთან 12 საათიან მჯდომარე აქციებს და ვთხოვთ მათ დახმარებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ისევე როგორც შარშან მოხერხდება არაერთი უკანონო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანის გათავისუფლება.